როდესაც თანამედროვე ავტორიტარული კლუბის კაშკაშა ვარსკვლავებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის გვახსენდება რამდენიმე ლიდერი, რომლებიც თითქოს თავიანთ ქვეყნებს უსასრულოდ მართავენ. ასეთია მაგალითად ვლადიმირ პუტინი, რომელიც რუსეთს უკვე 25 წელიწადია მართავს, მისი ახლო მოკავშირე ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყნის სათავეში საერთოდ 30 წელიწადია, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 21 წელიწადი, ჩინეთში სი ძინპინი 12 წელი და ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინი 13.5 წელიწადი. ამათ შესახებ ხშირად ვსაუბრობთ და ვიცით, რომ დიდი ხანია სათავეში არიან. თუმცა, ყურადღების მიღმა ვრჩება პოლიტიკის არანაკლები ოსტატი, რომელიც შეიძლება უფრო რთულ გარემოებაშიც კი ინარჩუნებს ქვეყნის პირველი პირის სტატუსს, ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეტანიაჰუ. ბევრი თქვენგანი და მათ შორის მეც დაბადებული საერთოდ არ ვიყავი, როდესაც ნეტანიაჰუ უკვე ისრაელის პრემიერი იყო. მან იმაზე მეტღან შეძლო ამ თანამდებობის შენარჩუნება, ვიდრე არიელ შარონმა, იცხაკ რაბინმა ან დავით ბენ-გურიონმა. ბენიამინს სხვადასხვა წრეში უწოდებენ მეფე ბიბის, პოლიტიკის ჯადოქარს, დემოკრატიის საფრთხეს, დემოკრატიის გადამრჩენს და ომის არწივს. დღეს საერთაშორისო საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ის ებრაელების დაცვის სიმბოლოა, რომელმაც არაბული სამყარო კუთხეში მიაყენა. მეორე ნაწილი კი მეფე ბიბის სისხლისმსმელ დიქტატორს უწოდებს, რომლის ხელებზე 10,000-ობით არაბი ადამიანის, მათ შორის ბავშვის სისხლი, მიწასთან გასწორებული ღაზა ყველა მეზობელთან ომის გამჩაღებელი. ახლა კი ადამიანი, ვინც მესამე მსოფლიო ომის დაწყებას აჩქარებს. რატომ ხდება ისე, რომ ბიბი მედიაში არ პოზიციონირებს პუტინთან ან ერდოღანთან ერთად? მართლა დემოკრატიის პირობებში ბინადრობს და სამართლიანად ინარჩუნებს ისრაელის პრემიერობას, თუ შეფარული ავტორიტარია, რომელიც მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებით წარმატებულად სარგებლობს. თან არ დაგვაუწყდეს ისიც, რომ მსოფლიოს სისხლის სამართლის სასამართლოს მისი დაკავების ორდერი აქვს გაცემული, ხოლო სამშობლოში მინიმუმ 3 საქმის სკანდალშია გახვეული. დღეს ვეცდებით გავარკვიოთ, ვინ არის სინამდვილეში ბენიამინ ნეტანიაჰუ და რატომ რჩება ისრაელის მმართველად მთლიანობაში უკვე 17 წელიწადის განმავლობაში. Israeli Prime Minister Benjamin Netanyahu. Benjamin Netanyahu says. Benjamin Netanyahu. Greatest dinner I've ever had. Right? Come on, let's get it beautiful. Here's the difference between this dog and an American dog. ნეტანიაჰუს პოლიტიკურ ფსიქოლოგიური მოტივაციის შესწავლისას წინასწარ მქონდა განსაზღვრული, რაზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება. რას გულისხმობ, იცით, რომ როდესაც ადამიანი მოდის პოლიტიკაში, მას აქვს კონკრეტული მოტივაცია. რაც უფრო ადრეული ასაკიდან იწყება ადამიანის პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება, მით უფრო გაცნობიერებული აქვს, რატომ აკეთებს ამას. გულისხმობ იმას, რომ მისი ეს სურვილები ზედაპირული არ არის. ზუსტად იცის რა უნდა და ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს, რომ ამ მიზნებამდე მივიდეს. ბენიამინ ნეტანიაჰუ არის პოლიტიკური ცხოველი, თუმცა არა არისტოტელური გაგებით, არამედ თანამედროვე დეფინიციით. მე მაინტერესებდა, საიდან დაიწყო ამ ადამიანის როგორც პოლიტიკური ცხოველის ფორმირება. რა მოვლენებმა იქონია გავლენა და შესწავლის დროს აღმოჩნდა, რომ ბენიამინის პიროვნება ისეთ გარემოში ჩამოყალიბდა წლების წინ, როგორიც დღეს არის გამეფებული სამყაროში. მემარცხენე საზოგადოება მეინსტრიმ მედიის მიერ რადიკალური ლიბერალიზმის თავზე მოხვევა. თუმცა სანამ ბიბიზე გადავალთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ რელსებზე ის მამამისმა ბენციონ ნეტანიაჰუმ დააყენა, რომელიც შვილისთვის მთავარ იდეოლოგად იქცა და არა მხოლოდ შვილისთვის, არამედ საკმაოდ ბევრი ებრაელისთვისაც. ბენციონი 1910 წელს რუსეთის იმპერიაში შემავალ პოლონეთში დაიბადა. თავდაპირველად მათი გვარი იყო მილეიკოვსკი. როცა ბენციონის მამამ ნათანმა ოჯახი პალესტინაში 1920 წელს გადაიყვანა საცხოვრებლად, მაშინ შეიცვალეს გვარი და ნეტანიაჰუ აიღეს, რაც იურიდზე ნიშნავს ღვთისგან ბოძებულს. სხვათა შორის ბენიამინის მამა ნათანი იყო სიონისტ რევიზიონისტი, რომელიც იმას გადაგებდა, რომ ისრაელის სახელმწიფო უნდა არსებობდეს მდინარე იორდანის ორივე სანაპიროზე. ბენციონი შუა საუკუნეების მკვლევარი იყო და სწავლობდა ესპანეთში ებრაელების ჩაგვრის ისტორიას. ამის შესახებ მას წიგნებიც აქვს დაწერილი. ეს ებრაელების ჩაგვრის იდეა და ალბათ შეიძლება ასე დავარქვათ, შენიღბული რევანშიზმი ბენციონში სულ უფრო მზარდი იყო. აქ იგულისხმება ის, რომ ისტორიკოსი და მწერალი ყოველთვის სკეპტიკურად და უარყოფითად უყურებდა პალესტინისა და ისრაელის სამშვიდობო ხელშეკრულებებს. ის ვერ ხედავდა მყარ გარანტიებს, რომ ხელშეკრულებებით დასრულდებოდა საუკუნოვანი კონფლიქტი. სხვათა შორის მომავლის წესრიგის დამყარებაში მას ჰქონდა ასეთი ხედვები, რომ არაბული ფუნდამენტალიზმი და აზიური ბირთვული ენერგეტიკა იქნებოდა მომავლის წესრიგი. ახალგაზრდობაში ისრაელში ბენციონმა თავი ვერ დაიმკვიდრა. როგორც ოჯახის ახლობელი ჰაგი ბენარცი ყვება, მაშინ ისრაელში გამეფებული იყო მემარცხენე შეხედულებები, მათ შორის აკადემიურ სფეროში. ხოლო ისეთი ადამიანები, როგორიც თვითონ ბენციონი იყო, ანუ გამოკვეთილი მემარჯვენე, რომელიც პოლიტკორექტულობას არასდროს დაიცავდა, ასეთებს შანსი არ ჰქონდათ.
მათი იდეები იყო მიუღებელი და არავინ მისცემდა იმის შესაძლებლობას, რომ მაღალ წრეებში შეეღწია. ასევე მემარცხენე პოლიტიკურ ელიტას ხელში ეჭირა ისრაელის ეკონომიკური სექტორი და თუ კი მათ შეხედულებებს არ იზიარებდი, სიმდიდრის მოხვეჭის შანსები სულ უფრო მცირდებოდა. ამიტომ ბენციონმა ამერიკაში ემიგრაცია გადაწყვიტა. ჟურნალისტი დევიდ რემნიკი, რომელიც ნეტანიაჰუს ადრეულ წლებზე მუშაობდა, ამბობს, რომ ეს ნახევრად სიმართლეა. აკადემიურ სფეროში ბენციონმა სავარაუდოდ იმიტომ ვერ დაიმკვიდრა თავი, რომ ებრაულ უნივერსიტეტში, სადაც მას სურდა კარიერის დაწყება, მაშინ პატარა იყო და ფიზიკურად უნივერსიტეტს ლექტორების საჭიროება არ ჰქონდა. თუმცა იმასაც არ უარყოფს, რომ მემარცხენეები პოლიტიკურ ელიტაში დომინირებდნენ. ბენციონს სამი ვაჟი შეეძინა: იონათანი, ბენიამინი და იდო. ცოლთან, ცილიასთან და ბიჭებთან ერთად ის ამერიკაში გადავიდა. სწორედ ამერიკაში მიიღო განათლება ბენიამინმაც და ზოგადად ის აღიზარდა ამერიკულ კულტურაში, მაგრამ ბენციონის ხელში შეუძლებელი იყო, რომ ის ებრაულ ფესვებს და ფასეულობებს დაშორებულიყო. როდესაც შემდეგ ოჯახი ისრაელში დაბრუნდა, მამა სრულად ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას და აკადემიურზე გადაერთო. ის იყო ადამიანი, რომელიც არასდროს არაფრით არაა კმაყოფილი. გარშემოყოფები წუხდნენ, რომ ბიჭებმა, რასაც არ უნდა მიაღწიონ ცხოვრებაში, მამას მაინც ვერ გააოცებდნენ. თვითონ იყო ასეთი ადამიანი, რომ საკუთარი თავისგან მაქსიმუმს მოითხოვდა და ეს როგორც ჩანს ბენიამინშიც გადავიდა გაუცნობიერებელ დონეზე. რასაც არ უნდა მიაღწიოს, რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც სულ უფრო დიდი გამარჯვებების წყურია და სულ უფრო დიდ მიზნებს უსახავს საკუთარ თავს. წარმატებას რაც შეეხება, სკოლის შემდეგ ბიჭები ჯარში წავიდნენ. იონათანიც და ბენიამინიც პროფესიონალი სამხედროები იყვნენ. ბენიამინი ცაჰალის ელიტარულ დანაყოფში საირეთ მატკალში მსახურობდა. ამ დანაყოფის დავალება ტერორისტული საქმიანობის დაზვერვა, ძევლების გათავისუფლება და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. თან ოპერაციებს ატარებდნენ ისრაელის გარეთ. ნეთანიაჰუ რამდენიმე ურთულეს ოპერაციაში მონაწილეობდა. მაგალითად, 1972 წლის 8 მაისს, შავი სექტემბრის 4 ტერორისტმა ბრიუსელი, ვენა, თელ-ავივის თვითმფრინავი გაიტაცა. როდესაც ეს თვითმფრინავი დაჯდა თელ-ავივის აეროპორტში, ტერორისტებმა საპირფარეშოში საგანგებოდ დამალული იარაღები ამოიღეს და მგზავრები ტყვე დაიყვანეს. ისრაელისგან ისინი ითხოვდნენ 300-ზე მეტი პალესტინელის ციხეებიდან გათავისუფლებას. ახლა რა ხდება? იმავე აეროპორტის ბოლოში მდგომ ანგარში იყო იდენტური Boeing 777, სადაც საირეთ მატკალის სპეცრაზმი უკვე ემზადებოდა შტურმისთვის. მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში არასდროს იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც სპეცრაზმს მოუწევდა გატაცებული თვითმფრინავის ძალით გამოხსნა. ამიტომ ისრაელელ სპეცებზე უზარმაზარი პასუხისმგებლობა იყო. ამასობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება ტერორისტებთან. ვითომ თვითმფრინავს სჭირდებოდა ტექნიკური მომსახურეობა, რომ შესაძლო გაფრენისთვის მოემზადებინათ. ტერორისტები დათანხმდნენ მთავრობის შეთავაზებას და ტექნიკური სამსახურის ფორმებში გადაცმული 16 სპეცრაზმელი წითელი ჯვრის წარმომადგენლის ხელმძღვანელობით ბორტზე ავიდა. ამ წითელი ჯვრის წარმომადგენელმა არ იცოდა, რომ ბორტზე მასთან ერთად გადაცმული სპეცრაზმელები ავიდნენ. როგორც კი მომენტი დადგა, მათ ორი ტერორისტი მოკლეს, ორი კი დაატყვევეს. როდესაც ავიაკომპანია საბენას რეისის დახსნიდან მრავალი წელი გავა, მერე გავიგებთ, რომ ამ ოპერაციაში ორი ცნობილი ადამიანი იბრძოდა. პირველი, ვინც უშუალოდ შტურმს ხელმძღვანელობდა, ეჰუდ ბარაკი, რომელიც ისრაელის პრემიერი გახდება და ერთადერთი სპეცრაზმელი, რომელიც ოპერაციის მიმდინარეობისას დაიჭრა, იმიტომ რომ შტურმში პირველი ის ჩაერთო, ბენიამინ ნეტანიაჰუ. ამის გარდა ბიბის სხვა ოპერაციებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ელიტარული სამხედრო იყო რეალური საბრძოლო გამოცდილებით და შესაფერისი ცოდნით. სამხედრო სამსახურის შემდეგ ნეტანიაჰუ ბრუნდება ამერიკაში და სწავლას აგრძელებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, შემდეგ უკვე ჰარვარდში. 1973 წელს ისრაელის ომი დაიწყო არაბული ქვეყნების წინააღმდეგ, ნეტანიაჰუმ აკადემიური პაუზა აიღო და სამშობლოში დაბრუნდა. ხარისხიანი განათლების მიღების შემდეგ ამერიკაში ბენიამინი ლექციებსაც კითხულობდა. აქ უფრო მამის ხაზი გააგრძელა და მემარჯვენე იდეებს ქადაგებდა. სხვათა შორის ამერიკაში ცხოვრებამ მის პოლიტიკურ შეხედულებებს ვერაფერი დააკლო. როგორც ნიუ-იორკერის სტატიაში ვკითხულობთ, როცა ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო აქციები იმართებოდა და მემარცხენეობა უზომოდ პოპულარული იყო, ბიბი იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელიც ომის გაგრძელებას უჭერდა მხარს. ამერიკაში ის ბიზნეს სფეროში მოღვაწეობდა, იყო BCG-ს ერთ-ერთი წამყვანი ხელმძღვანელი. უყვარდა სხვათა შორის ამერიკელებს ბიბი, იმიტომ რომ ის იყო ძალიან სანდო პარტნიორი. როდესაც შენ ნეტანიაჰუს უშვებდი მოლაპარაკებებზე, დარწმუნებული იყავი, რომ ის ბრუნდებოდა კონკრეტული შედეგით. საერთოდ თვითონაც შეყვარებული იყო ამერიკაზე, თავისუფალ ბაზარზე, იქაურ კულტურაზე და ასე შემდეგ და პოლიტიკაში მოსვლაზე არც კი ფიქრობდა, ანუ ყველაფერი მისთვის მიდიოდა საკმაოდ იდეალურად. მაგრამ ბენიამინის უფროსი ძმა იონათანი ასევე გიჟურად იყო შეყვარებული არმიაზე. ის კიდევ უფრო მაღალი დონის სამხედრო იყო, რომელიც აბსოლუტურად ყველა კონფლიქტში მონაწილეობდა. ანუ პირველი იყო ოჯახიდან, ვინც დაუფიქრებლად ისრაელის დასაცავად გარბოდა.
იონათანი ბიბისთვის იყო მთელი სამყარო, მისაბაძი ადამიანი, ავტორიტეტი, უფროსი ძმა და ადამიანი, ვისთან ერთადაც ბენიამინი ყველას წინააღმდეგ წავიდოდა. დიდი გავლენა ჰქონდა ბენზე დიდძმას. ის იყო მისთვის ინსპირაცია, მოტივაცია. მამაც კი არ იყო ისე ახლოს მასთან, როგორც იონათანი. ერთი ასეთი მომენტი იყო, როდესაც იონათანი წავიდა ისრაელში, მაშინ ჯერ ბიბი პატარა იყო, სკოლაში დადიოდა და ძმები ერთმანეთში კომუნიკაციას ახერხებდნენ წერილებით. ერთ დღესაც, როცა ბიბის ჩხუბი მოუვიდა სკოლაში, მიწერა თავის ძმას და იონათანმა ასეთი რაღაც უპასუხა, რომ ბიბი, არაფერი არის ცუდი კარგ ჩხუბში. თუ კი შენ ტრავმებს არ მიიღებ, პირიქით ჩხუბი სასარგებლოც არის. მაგრამ გახსოვდეს, რაც გასწავლე. პირველი დაარტყი შენ. ცოტა უფრო გვიან, როდესაც ისრაელის ომი დაიწყო არაბების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, პირველი იონათანი წავიდა, მალევე ბიბის მიწერა. ჩემი ეროვნული თვითშეგნება უფრო დიდია ვიდრე არაბების. მე ბევრად უკეთესი მებრძოლი ვარ ვიდრე ჩვენი მოწინააღმდეგეები. ყველა ებრაელი უკეთესი სამხედროა ვიდრე ჩვენი მტრები. ამ წერილმა შთააგონა ნეთანიაჰუც და ისიც ომში წავიდა. სხვადასხვის უფროს ძმაზე უფრო დიდი ავანსები იყო გაცემული. მისი ხასიათი, უნარები, განათლება 100%-იან გარანტიას იძლეოდა, რომ ის ან დიდებული სამხედრო დადგებოდა, ან დიდებული პოლიტიკოსი. თან რაღაცნაირი მოგზაურის, მოხეტიალის ხასიათი ჰქონდა. ხან ერთ მეგობართან რჩებოდა, ხან ერთ ნათესავთან, მაშინ ნეტანიაჰუები ხომ ამერიკაში ცხოვრობდნენ და ეს ბიჭი ასე დახეტიალობდა. მაგრამ, როდესაც სამშობლოს სჭირდებოდა დაცვა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ადგილზე გარბოდა. ის იყო ომის მანქანა. 1976 წელს ასეთი ამბავი მოხდა. ტერორისტებმა ისევ გაიტაცეს სამოქალაქო რეისი, ოღონდ ამჯერად ყველაზე გიჟ დიქტატორთან, იდი ამინთან, ანუ უგანდაში წაიყვანეს თვითმფრინავი. იდი ამინი ჰიტლერის ფანი იყო, ძეგლიც კი დაუდგა ერთხელ და ბუნებრივია ისრაელს ემტერებოდა. 4 ივლისს ისრაელმა თავის საზღვრიდან 3000 კილომეტრის მოშორებით ღამე გადააფრინა სპეცრაზმი უგანდაში და გამოიხსნა მძევლები. მაშინ ამ გრანდიოზულ და მართლა უნიკალურ ოპერაციას ველზე იონათან ნეტანიაჰუ ხელმძღვანელობდა. ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა, იმიტომ რომ ყველა ისრაელელი უნებლად დააბრუნეს სამშობლოში. მხოლოდ ერთადერთი ადამიანი დაიღუპა და ის იყო იონათან ნეტანიაჰუ. ეს ბიბისთვის რა დარტყმა იყო, ალბათ ხვდებით. ცხოვრება საერთოდ ამოუტრიალდა, ყველაფერი რაზეც კი ოცნებობდა გაქრა. ორი კაცის შექმნილ სამყაროში კი ერთადერთი დარჩა. დევიდ რემნიკი წერდა, რომ სინამდვილეში ნეტანიაჰუს მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთადერთი ადამიანი უყვარდა და ის იყო მისი ძმა. ძალაუფლების ფანატიკოს არც მანამდე და არც მის მერე არავინ ყვარებია. აი ზუსტად ძმის სიკვდილიდან ნელ-ნელა იწყება ნეტანიაჰუს პოლიტიკური კარიერა. 1978 წელს ბრუნდება ისრაელში და აარსებს ტერორიზმთან ბრძოლის იონათან ნეტანიაჰუს სახელობის ინსტიტუტს, რომელმაც შემდეგ წლებში რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ერთ-ერთი ასეთი კონფერენციის წევრი ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იყო. და ზოგადად ნეტანიაჰუების ოჯახი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ იონათანს შესაბამისი აღიარება ჰქონოდა საზოგადოების მხრიდან. თუმცა აქტიურ პოლიტიკაში მაინც ვერ ჩაერთო, რაღაც არ მიდიოდა ისე. დაანება თავი მოღვაწეობას და ისევ ბიზნესში გააგრძელა კარიერა. ოღონდ ამჯერად აღარ წავიდა ამერიკაში, დარჩა ისრაელში და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი ავეჯის საწარმო რიმ ინდუსტრიის დირექტორი გახდა. სწორედ ამ დროს მან გაიცნო ელიტარული პოლიტიკოსები და მათ შორის ერთ-ერთი იყო მოშე არენსი. მოშე არენსმა ბიბიში დაინახა ჯიუტი და მტკიცე ხასიათი, რომელიც მიზნის მისაღწევად ყველაფრისთვის მზად არის და რამდენადაც თვითონ ამერიკაში ისრაელის ელჩი იყო, ნეტანიაჰუს მისი მოადგილეობა შესთავაზა. ამის შემდეგ ბიბი გაეროს ძირითადი წარმომადგენელი გახდა და 1988 წლამდე ამ პოზიციაზე მუშაობდა. პარალელურად ბიბი ნუსხავს ამერიკულ აუდიტორიას, რომელსაც თან კარგად იცნობს და კარგად გრძნობს. მას იწვევენ სხვადასხვა გადაცემებში, იმიტომ რომ ის ბრწყინვალედ საუბრობს ინგლისურად, თავდაჯერებული აქვს კარგი იუმორის გრძნობა, მუდამ კარგ ხასიათზეა და როგორც გითხარით, ნეტანიაჰუს მთელი ახალგაზრდობა გატარებული აქვს შტატებში. მან ზუსტად იცის, რა როგორ უნდა თქვას, რა როგორ უნდა გააკეთოს, რომ დასავლური აუდიტორია აიყოლიოს. ამ პერიოდში ის დაახლოვდა ბიზნეს და პოლიტ ელიტასთან. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, ვინც გაიცნო, იყო დონალდ ტრამპის მამა ფრედ ტრამპი. 1988 წელს ნეთანიაჰუ მართველი პარტიიდან, ლიკუდიდან, ისრაელის პარლამენტის ქნესეთის დეპუტატი ხდება, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადადის, მოგვიანებით კი პრემიერის იცხაკ შამირის მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობს. 1992 წელს ლიკუდის ლიდერი ხდება ენერგიული ბიბი. და უკვე აქედან ის იწყებს მზადებას არჩევნებისთვის. მან აქცენტი გააკეთა მისი მემარცხენე კონკურენტის იცხაკ რაბინის კრიტიკაზე. თან ნახეთ აქ საინტერესო რა არის. ნეტანიაჰუ იმ პერიოდში მუშაობდა ამერიკელ პოლიტექნოლოგთან არტურ ფინკელშტეინთან, რომლის
თავარი იარაღი არის შემდეგი, რომ არა მისი დამქირავებლის იმიჯს ამაღლებს, არამედ კონკურენტს აშავებს. თან არტურმა იცის შიშებით манипуლირება, ანუ მას შეუძლია საზოგადოებაში შექმნა შიშის ფაქტორი, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ითამაშებს მთავარ როლს. ამ შემთხვევაში მან დააჯერა ამ მომრჩევას, რომ შეიძლება იერუსალიმი გაიყოს. ნეთანიაჰუს კი ჰქონდა კამპანია ნეთანიაჰუ მშვიდობისთვის, უფრო ხისტი პოზიცია პალესტინელებთან მოლაპარაკებაში და უფრო ნაკლები კომპრომისი. საბოლოოდ 1996 წელს ბენიამინმა არჩევნები მოიგო. მაშინ 47 წლის იყო და ასე გახდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ნეთანიაჰუ ისრაელის პირველი პრემიერი იყო, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ დაიბადა. იცხაკ შამირი, ანუ ყოფილი პრემიერი, ვისთანაც მუშაობდა ბიბი, მას ასე ახასიათებს. ის ძალიან ეგოისტია, მე მასთან აღარ კონტაქტობ. მან მიაღწია წარმატებას ადრეულ ასაკში, მაგრამ მას აქვს დიდი ეგო. ხალხს ასეთი ადამიანები არ მოსწონს. მე არ მჯერა, რომ მას რამის სჯერა. ნეთანიაჰუს პრემიერობა გარდამავალი წარმატებით მიმდინარეობდა. მან დადო მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები პალესტინურ მხარესთან, მაგალითად ჰებრონისა და ვაით რივერის, რომელიც გულისხმობდა ტერიტორიების გადანაწილებას, მაგრამ ასევე იყო ჩავარდნებიც. მაგალითად, 1997 წელს ასეთი რაღაც მოხდა, რომ ისრაელის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები გადავიდნენ იორდანიის ტერიტორიაზე კანადის პასპორტებით და ჰამასის მაშინდელ ლიდერს ჰალედ მაშალს შხამი შეასხეს. პოლიციამ ეს აგენტები დააკავა და იორდანია ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტით დაემუქრა. ამ ოპერაციაში ისრაელი იმდენად ჩავარდა, რომ არა მხოლოდ ანტიდოტის გაგზავნა მოუწია ამ ჰამასის ლიდერისთვის, არამედ ციხიდან გაათავისუფლა ჰამასის დანარჩენი პატიმრებიც, მათ შორის იყო ჰამასის ყველაზე ცნობილი და სულის ჩამდგმელი სულიერი ლიდერი აჰმედ იასინი. პრობლემები გრძელდებოდა, ბიბიმ დაპირებული მშვიდობა ასეა თუ ისეა ვერ უზრუნველყო, ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, სადაც ნეთანიაჰუ დამარცხდა და პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა. მაშინ ნეთანიაჰუმ წაგება ტრადიციულად მემარცხენე ძალებს დააბრალა, რომლებიც მედიაში დომინირებდნენ. მემარცხენეებს სინამდვილეში თავის ლოგიკაც ჰქონდათ, ბიბიმ ყიფე მშვიდობასაც კი ვერ ინარჩუნებდა. აქ პრობლემა იმაშია, რომ ზოგადად მამამისიც და თვითონ ნეთანიაჰუც არასდროს იზიარებდნენ იმ პოზიციას, რომ მშვიდობა დამყარდებოდა ხელშეკრულებებით. მათი იდეების მიხედვით, მხოლოდ პროპორციული ძალით შეკავება იყო ერთადერთი გამოსავალი. 90-იანებში კი ეს მიდგომა არც ისე პოპულარული იყო. მაგალითად, ერთხელ ნეთანიაჰუმ რაბინ იცხაკ კადურის უთხრა: მემარცხენეებს დაავიწყდათ, რას ნიშნავს ებრაელად ყოფნა. ისინი ფიქრობენ, რომ უსაფრთხოებას არაბებს გადასცემენ და არაბები ჩვენზე იზრუნებენ. ბენციონით და ბიბიც დომინანტ მემარცხენე ძალებს ბოლშევიკებს უწოდებდნენ. საბოლოოდ ნეთანიაჰუ პოლიტიკას დაემშვიდობა და ჰაი-ტექ ინდუსტრიაში გადაინაცვლა, სადაც რამდენიმე წელი იმუშავა. 3 წლის შემდეგ ისევ პოლიტიკაში აღმოჩნდა. პრემიერმა არიელ შარონმა ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო შემდეგ ფინანსთა მინისტრად დანიშნა. 2005 წელს პარტია ლიკუდის თავმჯდომარე გახდა და 2009 წელს ბიბიმ პრემიერობა დაიბრუნა. სხვათა შორის ნეთანიაჰუს ამერიკასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება ჰქონდა, რომელიც ისევ და ისევ ბენციონმა შთააგონა. ასეთი რაღაც მოხდა, რომ ისრაელმა ხელში ჩაიგდო სინის ნახევარკუნძული. ერთ დღესაც მამა დამფუძნებელ ბენ გურიონს სტუმრად ეწვია ბენციონი და ასეთ რაღაცას ეუბნება, რომ ისრაელმა უნდა მოიფიქროს სტრატეგია, რომ ეს ნახევარკუნძული შეინარჩუნოს. ბენ გურიონმა უპასუხა, რომ 1000 წლის განმავლობაში 10 ეს იქნება ჩვენი ტერიტორია. ბენციონმა მიუგო, რომ ამის პერსპექტივას ვერ ხედავდა. საბოლოოდ იცით რაც მოხდა, ამერიკამ დაათმობინა ეს ტერიტორია და ისევ ეგვიპტეს დაუბრუნეს და ბიბიმ ასეთი რაღაც განაცხადა 1998 წელს, რომ ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ისრაელი დაემორჩილა ამერიკის კარნახს. მსგავსი არასდროს აღარ განმეორდებოდა. მამისგან ასევე დაყვა იმის რწმენა, რომ ისრაელის ამჟამინდელი ტერიტორიებიც კი ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რასაც ამერს თავის დროზე პირდებოდნენ. 2009 წლიდან 2021-მდე ბენიამინი იყო ისრაელის პრემიერი. 2019 წლიდან მის მმართველობის ეპოქას პირველი ბზარები გაუჩნდა. საინტერესოა, რომ აქამდე მას პრობლემები ხშირად ჰქონდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ახერხებდა პოლიტიკური სასაფლაოდან წამოდგომას, მაგრამ ბოლო წლებში უკვე წინაღობა და წინააღმდეგობა ძალიან ძლიერი იყო. 2019 წელს ისრაელში ორჯერ ჩატარდა არჩევნები. ნეთანიაჰუმ კოალიცია ვერ შეკრა და ისე მოხდა, რომ პირველად ისტორიაში ქნესეთი თავისით დაიშალა. იმავე წლის ნოემბერში კი სამ საქმეზე ჩაენიშნა სასამართლო, ქრთამის აღებისთვის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობისთვის. აქ უკვე ბიბის რიტორიკაში ჩვენი აუდიტორიისთვის საკმაოდ ნაცნობი ტერმინი deep state-ი შემოდის.
რაც იმას ნიშნავდა, რომ მოწინააღმდეგეები გახდნენ არა მხოლოდ ოპოზიციონერები, არამედ ამიერიდან უკვე მთელი რიგი ინსტიტუციებიც. 2 წლის განმავლობაში ფაქტობრივად დამარცხებულის პოზიციიდან ნეთანიაჰუ ცდილობდა სიტუაციის სათავისოდ შემოbrunებას. მანიპულირებდა, სადღაც წნეხს ქმნიდა, ვიღაცას ევაჭრებოდა. ბიბი მაინც ბიბი იყო, ყველაზე გამოცდილი და ეშმაკი პოლიტიკოსი თანამედროვე ისრაელის ისტორიაში. მაგრამ როგორც ხდება, თავის ხალხსაც მოუბეზრდა. მათ შორის კი იყო ნაფთალი ბენეტი, რომელიც ნეთანიაჰუმ ერთ დროს თვითონ მოიყვანა პოლიტიკაში. ის მემარცხენეებს შეეკრა და პოლიტიკურ ველზე ყველაზე დიდ ძალად ჩამოყალიბდა. ნეთანიაჰუ დამარცხდა. ის ამბობდა, რომ ხალხის ძალაუფლება მას დარჩა, Deep State-მა კი ხელისუფლება მიიტაცა. პოლიტიკური ცხოველი მაშინ კი დამარცხდა, მაგრამ არ დანებდა. 2022 წელს ის დაბრუნდა და დაბრუნდა ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს. ბიბის ეს პერიოდიც იმას უსვამს ხაზს, რამდენად შეუპოვარი არის და უკან დახევის უნარი საერთოდ არ გააჩნია. 2022 წელს ისრაელში ბოლო 4 წელიწადში მეოთხე არჩევნები ჩატარდა. ზოგადად, სადაც კოალიციებია, იქ ხშირად ტარდება არჩევნები, იმიტომ რომ კოალიციები ხშირად იშლება. ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდმა 120-დან 64 მანდატი მოიპოვა ქნესეთში. კოალიცია შეკრა ულტრაორთოდოქსებთან ისე, რომ წინასწარ დაალაგა მათთან ურთიერთობა, ანუ სწორად ევაჭრა. მაგალითად, ბენ გვირს პარტია შოსიდან, რომელთანაც ბიბიმ შეკრა კოალიცია, ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო ჩააბარა და გაუფართოვა პოლიციის კონტროლის უფლებები. ზუსტად ამას ითხოვდა არჩევნების წინ გვირი. ბაცელ სმოტრიჩი მდინარე იორდანის დასავლეთ ნაწილის გაფართოებას და მეტ კონტროლს ითხოვდა. მას ნეთანიაჰუმ ზონას სის ადმინისტრაცია ჩააბარა, რომელიც ზუსტად დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ულტრაორთოდოქსებს შეპირდა რელიგიური სასწავლებლების სახელმწიფო დაფინანსებას. შედეგად, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ამ ულტრაორთოდოქსებმა ნეთანიაჰუს საარჩევნო კამპანიაში უდიდესი როლი ითამაშეს. მაგალითად, სმოტრიჩმა სასამართლო რეფორმის ცვლილებების მიზნით აქციები მოუწყო ხელისუფლებას. ბიზნესი, აკადემიური თუ სამხედრო სფერო ღიად აკრიტიკებდა მთავრობას. ქვეყანა პოლიტიკურ საზოგადოებრივი დაყოფის წინაშე აღმოჩნდა. საბოლოოდ ნეტანიაჰუმ პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიბრუნა. მან ისრაელის პოლიტიკაში ყველაზე რადიკალურ ძალებთან შეკრა კოალიცია, რაც ადრე მისთვისაც კი არ იქნებოდა მისაღები, მაგრამ რადგან ძალაუფლების დაბრუნებას ეს ნაბიჯი დასჭირდა, არც უყოყმანია. ეს ახლა რაც მოვყევით ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ადამიანს იმდენად უყვარს ძალაუფლება, რომ მზად არის თუნდაც არაპოპულარული ნაბიჯი გადადგას, მაგრამ რაც აქვს ჩაფიქრებული, იმას მიაღწიოს. თან ეს იყო შიდა ველზე. ახლა მოგიყვებით ქვეყნის გარეთ რა აქვს გაკეთებული. ბორის ჯონსონი თავის მემუარებში ასეთ ამბავს იხსენებს, რომ 2017 წელს, როდესაც ის ჯერ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ერთხელაც ესტუმრა ბენიამინ ნეტანიაჰუ ოფიციალურ ვიზიტზე. ვიზიტის დროს ნეტანიაჰუმ მოითხოვა საპირფარეშოში გასვლა და რამდენიმე დღეში ბრიტანეთის უსაფრთხოების ძალებმა ზუსტად იმ საპირფარეშოში აღმოაჩინეს მოსასმენი მოწყობილობა. ჯონსონი წერს, რომ უცნობი არის ეს ნეტანიაჰუმ გააკეთა თუ უბრალოდ ასე დაემთხვა, მაგრამ ფაქტი არის, რომ სპეცსამსახურებმა იპოვეს მოსასმენი აპარატი. ეს ამბავი დაადასტურა პოლიტიკომაც, დაადასტურა Times of Israel-მაც, რომ ნამდვილად ასე იყო, მაგრამ რაღაც გამოძიება ან დიპლომატიურ დონეზე გარჩევა იყო თუ არა, ეს არის უცნობი. თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, დაემთხვა თუ თვითონ დადო. 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ კი ნეთანიაჰუს ხელფეხი გაიხსნა, რომ მამის მიერ შთაგონებული ისრაელის დიდება შეექმნა. მან ჯერ ჰამასი გაანადგურა, შემდეგ ჩრდილოეთში ჰეზბოლა, შემდეგ გოლანის მაღლობის მიმართულებით ბუფერული ზონა შექმნა სირიაში, ახლა კი საერთოდ ისრაელის ყველაზე დიდ მტერს ირანს ებრძვის და ვიდეოს ჩაწერის მომენტში უკვე ამერიკაც ჩაერთო და ბირთვულ ობიექტებზე B2-ით იერიშები მიიტანა. ახლა მოდით ვისაუბროთ ორ საკითხზე. რატომ აკრიტიკებენ ნეთანიაჰუს და ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მას რატომ ირჩევენ ამდენი წლის განმავლობაში. მთელი კარიერის განმავლობაში პრემიერი 10 ჯერ დაადანაშაულეს კორუფციაში. მათ შორის იყო ძვირფასი საჩუქრების მიღება, რომლებიც წესით უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოს. მედია საუბრობს იმაზეც, რომ ბიბი და მისი ოჯახი სახელმწიფო მოხელეებს ავალდებულებს, რომ კონკრეტული მომსახურეობები უფასო ჰქონდეთ. აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყოველ ჯერზე ზემოხსენებული ბრალდებები ბრალდებებად რჩებოდა. არ იყო რეალური მტკიცებულებები. 2019 წლიდან სიტუაცია შეიცვალა. ამას უწოდებს ბიბი Deep State-ის ბრძოლას მის წინააღმდეგ. გენერალურმა პროკურორმა ის მოსყიდვაში, თაღლითობასა და ძალაუფლების გადამეტებაში დაადანაშაულა. პრემიერს ადანაშაულებენ სხვადასხვა საქმეებში. მაგალითად, საქმე 1000 გულისხმობს იმას, რომ ბიბიმ
ძვირად ღირებული დაახლოებით $300,000 ღირებულების საჩუქრები მიიღო ბიზნესმენებისგან. საქმე 2000-ის მიხედვით მან ისრაელის ყველაზე პოპულარულ გამოცემასთან ედიოტ აჰრონოტთან დადო გარიგება, რომლის მიხედვით გამოცემა ნეტანიაჰუს დადებით კონტექსტში გააშუქებდა. სანაცვლოდ კი ნეტანიაჰუ ისეთ კანონს მიიღებდა, რომელიც ამ გაზეთის კონკურენტს ზრდაში ხელს შეუშლიდა. ამაზე უფრო სერიოზული დავა მოუვიდა შაბაქის ყოფილ ხელმძღვანელთან, რომელიც 7 ოქტომბრის გამოძიებას ითხოვდა. ბიბი კი მას აყოვნებდა. ცნობისთვის 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტები ისრაელს თავს დაესხნენ, მოკლეს 1200 ადამიანი და დღემდე ზოგიერთი ტყვე განთავისუფლებული არ არის. ამის შესახებ წინა ვიდეოშიც ვისაუბრეთ. 2023 წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ისრაელის თავდაცვის ძალებმა ყოველგვარი შელამაზების გარეშე ღაზა მიწასთან გაანადგურეს. შეუძლებელი არის მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის გამოთვლა, მაგრამ როგორც მინიმუმ საუბარი არის 55,000 ადამიანზე, მათ შორის ნახევარი ქალები და ბავშვები არიან. ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი იყო ჰამასის ტყვეობიდან ადამიანების გამოხსნა, მაგრამ თითქმის 2 წლის თავზეც კი ეს მიზანი მიუღწეველი არის, იმიტომ რომ ადამიანები ისევ რჩებიან ჰამასის ტყვეობაში, შესაბამისად ჰამასის განადგურებაც ბოლომდე ვერ მოხერხდა. ღაზაში ჩადენილი ცოდვების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა. ბიბი მთლიანი ორგანიზაცია გასაგებ მიმართულებაზე გაგზავნა. იგივე გაუკეთა გაეროს, როცა მათ მოუწოდეს ისრაელს ცეცხლი შეეწყვიტა და მშვიდობიანი გზით დაერეგულირებინა კონფლიქტი. სანამ ასეთი ომები იქნება მეტნაკლებად სუსტი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, ბიბის ხელისუფლება და ძალაუფლება გარანტირებული აქვს, იმიტომ რომ შიდა გარჩევები ყოველთვის გადადის მეორე პლანზე, მით უმეტეს ამ დროს ისრაელელებს შესაშური ერთიანობა აქვთ. და მაინც რომ დაუბრუნდეთ მთავარ შეკითხვას, რატომ ინარჩუნებს ბიბი ხელისუფლებას? პირველი ეს არის მისი ინდივიდუალური პოლიტიკური ოსტატობა, რომელიც უმაღლეს დონეზეა აყვანილი. ძალაუფლების სიყვარული და მისი ხელში ჩაგდების მეთოდები მას სულ ტონუსში ამყოფებს. ის ვერ იცხოვრებს ძალაუფლების გარეშე. მეორე არის მოსახლეობის სურვილი. ნახეთ, როდესაც ისრაელში ტარდება საზოგადოებრივი გამოკითხვა, მოქალაქეები ნომერ პირველ საფრთხედ ასახელებენ ეროვნულ უსაფრთხოებას. სამაგიეროდ მათ იციან, რომ ბიბის ამ მიმართულებით მტკიცე ჩამოყალიბებული ხედვა აქვს, რომელსაც თან ასრულებს. ამომრჩეველმა იცის, რომ მიუხედავად ბიბის გაფუჭებული რეპუტაციის, შელახული იმიჯის მიუხედავად, ნეტანიაჰუ მზად არის არც 1 მილიმეტრი არ დაუთმოს ისრაელის მთავარ საფრთხეს, პალესტინას და ირანს. ამიტომ მათთვის მხოლოდ ესეც კი საკმარისია იმისთვის, რომ არჩევნებზე ხმა მისცენ ბიბის. როგორ შეიძლება შეფასდეს ბენიამინ ნეთანიაჰუს პიროვნება მთლიანობაში? ის ძლიერი პოლიტიკოსია. მოჭადრაკეა, რომელიც სწორად მანევრირებს, მაგრამ მტკიცე ხასიათისა და ცივი გონების ხარჯზე შეუძლებელია გამარჯვების მოპოვება. ისრაელი არ არის რუსეთი და ბელარუსი, არც ჩინეთი. ისრაელი ბევრად უფრო დემოკრატიული ქვეყანაა, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები და აქ ამ შემთხვევაში ახლა დემოკრატიულში გულისხმობ ინსტიტუციების დამოუკიდებლობას. ის რომ მაგალითად პროკურორს შეუძლია უჩივლოს პრემიერს სასამართლოში სხვადასხვა საქმეებზე. ის რომ პრემიერის ძალაუფლება მაინც არ არის ბოლომდე გამტკიცებული და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს. ასეთ გარემოში გადარჩენა და 17 წლით თანამდებობის შენარჩუნება ბევრად უფრო რთულია. რთულია, იმიტომ რომ პროცესები უფრო ჯანსაღია. შენ ვერ შეცვლი კანონებს ისე, რომ შენზე მოირგო, არამედ გიწევს სრულფასოვანი ბრძოლა ჩაატარო არჩევნების გზით. ტვინი იჭყლიტო საარჩევნო კამპანიებზე, იდებატო, სწორი საკომუნიკაციო გზები ნახო ამომრჩეველში, დაპირებები შეასრულო, დაიცვა შენი ქვეყანა ფიზიკურად თუ საერთაშორისო დონეზე. თუ მუდმივად ფორმაში არ იქნები, შენ ადრე თუ გვიან დამარცხდები. ბიბი ახერხებს იმას, რომ შედარებით დემოკრატიულ ქვეყანაში კანონის ფარგლებში ყველაფერი გააკეთოს, რომ ძალაუფლებას არ ჩამოშორდეს. იქ ასე უბრალოდ ვერ ადგები და კონსტიტუციას ვერ გადაწერ. ეს ყველაფერი ისევ და ისევ ხაზს უსვამს იმას, რომ ეს კაცი ძლიერი პოლიტიკოსია, ჭკვიანი არის და ამ მხრივ მართლა ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მეორე მხრივ ბიბიმ ვერ მართა რეგიონალური პროცესები ისე, როგორც შიდა. გასაგებია, რომ არ ყოფილიყო ჰამასის თავდასხმა 7 ოქტომბერს, ღაზა შლეტა არ იქნებოდა, მაგრამ ბიბიმ არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე სასტიკი რევანშიზმის ფორმა აირჩია. განურჩევლად ყველაფრისა ეკლესიები, სკოლები, საბავშვო ბაღები, ავადმყოფოები, მეჩეთები, მან გადაწყვიტა, რომ ყველაფერი ეს გაენადგურებინა, სადაც კი ოდნავ ეჭვი არსებობდა, რომ იქ შეიძლება თუნდაც ერთი ტერორისტი აფარებდეს თავს. ახლა კი ჩვენ რასაც ღაზაში ვხედავთ პერიოდულად, ეს არის ის, რომ ჰუმანიტარული დახმარების ბლოკადა ხდება და ადამიანები სერიოზული პრობლემის წინაშე არიან, რომ ადრე თუ გვიან შიმშილის წინაშე აღმოჩნდებიან.
ამ ხრივ ახლა ვიღაცისთვის და ალბათ ბევრისთვის საკმაოდ ის შეიძლება არანაკლებ სასტიკი იყოს ვიდრე პუტინი. არ ვიცი, ეს ღია კითხვა არის და თქვენ აზრს მოვისმენთ სიამოვნებით კომენტარებში. ფაქტია, რომ ბიბის დროს მოხდა ეს ტრაგედიები, თან რადგან ხელფეხი გაეხსნა, ყველას მიადგა ვისგანაც კი პოტენციური საფრთხე მოდიოდა. შეიძლება წლები გავიდეს და ნეთანიაჰუ ყველაზე საძულველ ლიდერად დასახელდეს. ან პირიქით შეიძლება გავიდეს რაღაც პერიოდი და ის გმირადაც შერაცხონ. ამას ვერ გავიგებთ. სავარაუდოდ დიდი მეფეები ან იმპერატორებიც თავის დროზე არ სარგებლობდნენ საზოგადოების დიდი სიყვარულით და მერე გადააზრებისა და გადაფასების დროს მოდიოდა დადებითი განწყობები. ახლა ძალიან შერეული განწყობები არის, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. ალბათ უფრო 50-50-ზე, ან შეიძლება ანტიპათია უფრო მეტი არის. მაგრამ აქ კიდევ ერთი რაღაც არის გასათვალისწინებელი. ძალა აღმარცხნავს. როდესაც შენ შეგიძლია იმის გაკეთება, რაზეც საერთაშორისო საზოგადოება გეუბნება, რომ არ გააკეთო, მაგრამ შენ იმის გამბედაობა და იმის თავი მაინც გაქვს, რომ ყველაფრის მიუხედავად შენ მიზანს მიაღწიო, ეს საერთაშორისო ლიდერებში პატივისცემას იმსახურებს. საერთაშორისო ორგანიზაციებში არა, მაგრამ ლიდერებში კი, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, მე მგონი ყველა ხვდებით. კომენტარებში დამიწერეთ, თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგჭათ ბენიამინ ნეტანიაჰუს შესახებ. ასეთი გამოვიდა დღევანდელი ეპიზოდი. დროებით.